მოგზაური მსოფლიო მოქალაქე, არაორდინალური ადამიანი, რომელიც თავის დაწერილ ზოდიაქოს ნიშნებზე ისაუბრებს. Nix Energy სტუდიაში მობრძანდით. მოკლედ შესაშურ ფორმაში ხარ. ვინ გიკერავს სამოს? თავი ხო იცი მონდომება არის. გამოგაცხადე რომ ხარ მსოფლიო მოქალაქე. პასპორტი გააქვს? კი, ანუ მსოფლიო მოქალაქის პასპორტი არის ესეთი. აქ რომ აქვს საშვი შენს სტუდიაში, ესე იგი მთელ მსოფლიოში მაქვს საშვია. მე რომ მოვინდომო, მე ვერ გავიკეთებ ამ საშვის. ეს ალბათ მარტივი არ არის ალბათ. ნუ გაჩვენებ ხო თან ალბათ. მაჩვენი, აბა მაინტერესებს. აუ, რა საინტერესოა, შეხედეთ. მსოფლიო მოქალაქე. მე ბავშვობიდან მსოფლიო მოქალაქედ ვთვლი ჩემ თავს, იმიტომ რომ ეს სანამ წახვიდოდი, მანამდე იცოდი. კი, ანუ მე მსოფლიოს ვსწავლობდი დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას და ამ შემდეგ მთლიანს გრძნობ მე დედამიწას და არა ის რომ კონკრეტულად საზღვრებით. თავისთავად საქართველო არის ჩემი სამშობლო და ყველაზე უსაყვარლესი ქვეყანა, თავის ყველაფრით, რასაც ქვია. რა შუაშია, მაგრამ უცხო პლანეტელების გჯერა? რატო გეკითხებ? იქ ვერ წახვალ. იქ ვერ წავალ, კი. ვერ წავალ, მაგრამ კოსმოსში მაქვს გეგმა. სხვის პლანეტაზე არა, მაგრამ საჰაერო სივრცეში ავალ და იქიდან გადმოვხედავ დედამიწას და უფრო ახლიდან დავინახავ სხვა პლანეტებს. დადიხარ ყველგან. შენი რომელია? შენი ქვეყანა. ჩემი ქვეყანა არის საქართველო. მაინც. კი. ამას მე მივხვდი მოგზაურობის მსოფლიოს მოვლის შემდეგ უფრო. რა მოიტანე? ნუ ეს ციგნი მინდა გაჩქო, ჩემი პირველი ციგნი, მოგზაური. ძალიან საინტერესო. სახეზე დედამიწის. ნუ მთლიანად მე გლობალურად ვფიქრობ, რომ მე დედამიწელი ვარ. ვინ ხარ შენ? დედამიწელი მარტო? დედამიწელი ვარ, აქ ეხლა ამ ეტაპზე დედამიწაზე ვიმყოფები და მე მომწონს ეს პლანეტა და აქვაპირებ ცხოვრებას. ყავს მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები რაღაც. ხობ შეპარვიათ ეჭვი, რომ შენ ცოტა ვერ ახარ კარგად. კი, დიდი ხანია. დიდი ხანია ამაზე არის რაღაც სიტუაციები, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან რაღაც განსხვავებული შეხედულება მქონდა, აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს ეს რა თემა და ნუ თავისთავად ფანტაზიურადაც ვითვლებოდი, მაგრამ სანამ რაღაც არ გავაკეთებდი, მე ხედავდნენ რომ რაღაც თუნდაც ის სოფლიოს მოვლა, ყველას ეგონა რომ მე რაღაც ვოცნებობ და რაღაც ესე მარტივი არაა და რაღაც ესე. ზოგადად ასია ჩემო კარგო, საკუთარ ტყავზე გამოვცადე, შენზე ფიქრობდნენ რომ ვერ არის კარგად ამ დროს შენ სოფლიო მოიარე. და აუცილებლად უნდა კითხო იმ შენ ახალ გამოგონილ ჰოროსკოპზე, რომელიც შენი დაკვირვები თუ შენ გამოიგონე თუ რა არის. ეს აკრას აი ასტრონიქსი ესეთი შემდეგი პატარა ციგნ ბროშურასავით არის, სადაც ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე გლობალური იდეოლოგია მან ჩაქსოვილი, ნუ ჩემი საზრით და მთელ სამყაროში. აი ახლა ხო დარწმუნებული ხარ, რომ მე ეს ციგნი არ მინახავს და აქ ხატია უცხო პლანეტელი. რატო? ანუ სტამბამდე ფაქტურად მე გავამზადე ყველაფერი. ანუ აქ უყვები მე ჩემ ბავშვობაზე, რომ ბავშვობიდან თქვა 1000 ინფორმაცია გესმის და ყველაფერი გაინტერესებს. იქ რაღაც უცხო პლანეტელები, იქ რაღაცა ჯადოს აკეთებს, რაღაც სხვადასხვა რელიგიები არსებობს, სხვადასხვა ისინი და ანუ ამის მოყოლა არის, რომ მე ჩემ ბავშვობიდან როგორ მივედი. უცხო პლანეტელი რა შუაშია? რა თემებზე ისაუბრე? ანუ ეს თემები იყო ძირითადად ის, რომ მე ჩემში მეტი სტიმულირება მოხდა ფაქტურად იმის, რასაც მაგალითად ყველა რომ მეუბნებოდა, რომ თქვა ამას ვერ გააკეთებ, აი იქიდან რაღაც მამხნევებდა, ეს რაღაც ძალას დავარქმევ სიტყვას იქნება თუ რაც იქნება, რომ არა შენ ყველაფრის გამკეთებელი ხარ და ანუ ფაქტურად ეს მიმაგრებდა ყველაფერს რა. და უცხო პლანეტელები არ გეუბნებიან, რომ დაოჯახების დროა? მე ვინც რაცა უნდა მითხრას, მე პირველ რიგში ჯიუტი კი, ძალიან ჯიუტი ვარ და მაგიტომაც ვარ მოგზაური, იმიტომ რომ მე წინაღობებს და ყველაფერს, ანუ ფაქტურად რაღაც თუ მაქვს ჩაფიქრებული, ის უნდა გავაკეთო, მნიშვნელობა არ აქვს. აქედან თუ არა მოუვლი, არა იქით, არასფეროდ შევისწავლე. შევისწავლე ინიანი მუშაობს, შევისწავლე თქვა ჩინური ჰოროსკოპები მუშაობს, შევისწავლე თქვა იქ რაც ქვების ისინი მუშაობს, ეზოთერიკა, ყველაფერი მუშაობს. ანუ მე ჩემებური ჩამოვაყალიბე ფაქტურად ამის გაერთიანება. აი ვერძი, მე ვარ ვერძი. კი, მაგრამ მარტო ვერძიდან გამომდინარე არა ის მაგის გარდა ხარ ვეფხვის წელიწადში დაბადებული თქვა. იქ არის კიდე ბევრი რაღაცები და მართლა ვეფხვის წელში ვარ დაბადებული. ვიცი კი, მაგიტომაც. საიდან იცი? გეტყობა ენერგიაზე. არა, თავის მეც ვეფხვის წელიწადში ვარ დაბადებული.
ენერგიებმა ერთმანეთი იცნო. ხო და ანუ არის ესეთი ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. თუნდაც მე თქვენზე მოქმედებ, თქვენ ჩემზე მოქმედებთ. მაგიტომაც ეს ყველაფერი იმდენად უსასრულო და იმდენად შეუსწავლელია, რომ მაინც ვერ იტყვი კონკრეტულად ადამიანზე, რომ ეს ესეთია ამ ჰოროსკოპის. დავსო, ვინ გაგზარდა რა ჰოროსკოპის ადამიანმა გაგზარდა, როგორ წრეში ტრიალებ, თავისთავად აბა ადაპტაციას აკეთებ ადამიანი და იცვლები რაღაცა მოქმედებებს. კოსმოსიდან ხომ მოდის რაღაც ენერგიები და შანსები. შენ ეს მომენტი დაიჭირე, გამოიყენე, ეს მომენტი არ დაიჭირე, სიტყვაზე ვიძახი და ეს მეგობრები და გარშემო ხალხი გიწყობს ამაში ხელს. მე ვიმზადები. ჩაწერე და ჩუმად გათქმევინებ აუცილებლად, იმიტომ რომ მეც მინდა და ნუ იქნები ეგოისტი და მარტო ნუწახვალ კოსმოსში. იქიდან კარგ ვიდეოებს ჩამოვიტან მე აუცილებლად. და მოხვალ ჩემთან ექსკლუზივით, ხო? კი ბატონო. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. გაიხარე. მადლობა.